გამარჯობათ, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ დავუკავშიროთ 4G smart საათი ტელეფონს. პირველ რიგში დაგჭირდება SIM ბარათი, რომელიც გააქტიურებული იქნება ტელეფონში, შეძენილი იქნება ინტერნეტ პაკეტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოვათავსებთ ჩვენს საათში. ახალი SIM ბარათი აუცილებლად ჯერ უნდა მოვათავსოთ ტელეფონში, იქ გავააქტიუროთ ინტერნეტი და შემდეგ მოვათავსოთ smart საათში. როდესაც მოვათავსებთ SIM ბარათს, უნდა გავთიშოთ smart საათი და თავიდან ჩავრთოთ. თავიდან როდესაც ჩავრთავთ, უკვე დაიჭერს ქსელს, სამივე ქსელზე, ქართულ ქსელებზე მუშაობს ეს smart საათები, ნებისმიერი ბარათი შეგიძლიათ შეიძინოთ. შემდეგ გადავდივართ მენიუში, სადაც ვიპოვით QR კოდს. სადაც გვხვდება ორი კოდი, ერთი კოდი არის აპლიკაციის გადმოსაწერად, მეორე არის აპლიკაციის რეგისტრაციისთვის. პირველ რიგში ვირჩევთ აპლიკაციის გადმოწერას. შემდეგ ვიღებთ ტელეფონს, ვხსნით კამერას და ვასკანერებთ ამ QR კოდს. გადავდივართ ამ საიტზე და გვხვდება SeatTracker 2. ეს ის აპლიკაცია, რომელი აპლიკაციითაც უნდა დავუკავშიროთ ტელეფონის smart საათს. ამ შემთხვევაში გვაქვს iPhone-ი, გადავდივართ iPhone-ზე და ვიწერთ ამ აპლიკაციას. გადმოწერის შემდეგ შევდივართ აპლიკაციაში და გვხვდება ესეთი მენიუ. ამ მენიუში შევდივართ რეგისტრაციაში პირველ რიგში, sign up-ში. აქ უნდა ჩავწეროთ იმეილი, რომელიც აუცილებლად მოქმედი არის პირველ გრაფაში, მეორე გრაფაში ვწერთ კოდს, რომელიც მოცემულია აქვე და მესამე გრაფაში ვწერთ ჩვენი იუზერის კოდს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ შემდეგისთვის და რეგიონში აუცილებლად უნდა ავირჩიოთ აზია. როდესაც გავლის რეგისტრაციას, თავარ გვერდზე შევდივართ ისევ, სადაც ვწერთ ჩვენს მიემართებულ იმეილს და პაროლს და ვაწვევით login-ს. შესვლის შემდეგ ამოგვიჩნდება ესეთი ფანჯარა, სადაც ვაჭერთ QR კოდის დასკანერებას. ვიღებთ ჩვენს საათს და ვხსნით ახლა უკვე მეორე QR კოდს, რომელიც არის რეგისტრაციისთვის განკუთვნილი. მეორე QR კოდს ვასკანერებთ აპლიკაციით, ვარქმევთ შემდეგ სახელს და ვაწვევით OK-ს. დაჭირდება ცოტა დრო, რომ დაუკავშირდეს უკვე აპლიკაცია საათს. თუ თავიდანვე ყველა ფუნქცია არ გამოგიჩნდათ, უბრალოდ გათიშეთ აპლიკაცია და თავიდან ჩართეთ. თავიდან ჩართვის შემდეგ გამოგიჩნდებათ უკვე ყველა ფუნქცია, რაც ამ საათს აქვს. გეტყვით ასევე მთავარ ფუნქციებს, რომელიც ამ აპლიკაციით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ხედავთ ლოკაციას ჩვენ ტელეფონის და საათის, აქ ხედავთ კონტაქტებს, საიდან შეგვიძლია დავამატოთ ნომრები, რათა შემდეგ საათიდან შეძლოს დარეკვა ამ ნომრებზე. იცემით, გამოვარდი. შემდეგ აქ არის chat, სადაც ხმოვან შეტყობინებების გაგზავნა შეგიძლიათ, აქ არის დარეკვა smart საათზე, აქვე მენიუში ჩამონათვალს შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოზე არის განხორციელება და ვიდეოზე არის დაურეკოთ. აქვე Sound Guardian, სადაც ჩაწერთ თქვენს ნომერს და საათიდან ავტომატურად დაირეკება თქვენთან და ეს არის მოსმენის ფუნქცია. ასევე ვნახავთ კონტაქტებს, როგორც გითხარით, სადაც ჩავწერთ იმ კონტაქტებს, ვისთანაც გვინდა რომ დაირეკოს smart საათიდან და სხვადასხვა ფუნქციები. ასევე იმის მიხედვით რა მოდელია საათი. სხვადასხვა საათის მოდელზე სხვადასხვანაირი ფუნქციები აქვს. მაგალითად, ამ კონკრეტულ საათს ასევე აქვს Wi-Fi-ის ფუნქცია და შეგვიძლია Wi-Fi-ის დავაკავშიროთ და აქვს App Store, საიდანაც სხვადასხვა აპლიკაციები შეგვიძლია ჩავწეროთ საათში. სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოში დავდებთ ლინკს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი სხვა smart საათები. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.